მოგესალმებით თავისუფლება სინდისის პატიმრები რომ არსებობენ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერები რომ ციხეში ყავს და კიდევ უქადის პატიმრობას პირად ტყვეობას ბიძინა ივანიშვილი ბუნებრივია ეს უკვე იმაზე მეტყველებს რომ ჩვენი ქვეყანა არის სამწუხაროდ უკვე ავტორიტარიზმის ძალიან მძიმე სტადიაში 13 წელი მე-14 წელი წავიდა უკვე რაც ქართული ოცნება არის მართვის სადავეებთან და ცხადია აქ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ეს არის რაღაცა კონკრეტული გეგმის შედეგი რაც ხდება ძალიან ვერაგულის და ბუნებრივია ამას ზურგს უმაგრებს პუტინის რუსეთი. თუმცა ერთი რამეც უნდა გვესმოდეს რომ ივანიშვილი არის დიქტატორი, ისევე როგორც ბევრი დიქტატორი უნახავს მსოფლიოს და ამ ადამიანს აქვს რაღაცა პარანოიული მომენტებიც ხო მის ქმედებაში ყოველთვის რაღაც ძალიან მშრალი პრაგმატიზმი არ უნდა ვეძიოთ თუ შევძლებთ რომ რაღაც ობიექტური დამკვირვებლის სახითაც შევხედოთ ხო ძალიან წააგავს ის სხვა დიქტატორებს, სხვა ავტორიტარებს, რომლებიც თავიანთი მმართველობის ბოლო პერიოდში ჩადიან დგამენ ისეთ ნაბიჯებს, როგორცაც დგამს ივანიშვილიც, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არის რაღაც პროტოკოლურად გაწერილი და არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ან შეცდომა არ შეიძლება დაუშვას, ან რაღაც ისეთი არ მოიმოქმედოს, რომელმაც შეიძლება ძალიან მალე ჩამოშალოს მისი რეჟიმი. ასეთი დასკვნის არგუმენტად შეიძლება გამოდგეს რამდენიმე ფაქტორი და მათ შორის შეგვიძლია ამ ფაქტორად ვახსენოთ ძალიან არასასიამოვნო ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც უკავშირდება რეჟიმის შიგნით სხვადასხვა სტრუქტურაში დაძაბულობის ხარისხს და მათ შორის თვითმკვლელობების შემთხვევებს მე არ მინდა ამ შემთხვევაში კონკრეტულად დღევანდელი შემთხვევა ამ ციკლის გაგრძელებად დავასახელო. არის მერვე საპრობილის უარყოფთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ მაღალჩინოსანს თუ არა, ყოველ შემთხვევაში სუსის პირველ განცხადებაში ეწერა, რომ ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანტიკორუფციული ან სუსის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომელი იყო, ანუ არც ახალი მისული ადამიანი და გამოცდილებას როცა ხაზი გაეცვსვა როგორც ჩანს, ახლაც ამ ახალი გამოცდილების ნაწილი უნდა ყოფილიყო, ხო? ჩვენ სხვა შემთხვევებიც ვიცით არათუ შემთხვევები, მთელი წყება შემთხვევებისა, როგორ გარბიან უწყებებიდან ადამიანები ამხელენ უკვე საზღვარგარეთიდან და ან ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დაფარული რესურსებით ხდება გარკვეული ინფორმაციების მიწოდება. მათ შორის იგივე BBC-ს საგამოძიებო ფილმზე მომუშავე გუნდთან თანამშრომლობა არის ამის მაგალითი და ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ მარტო ის ადამიანები არ იყვნენ, ვინც ამ ინფორმაციის კუთხით თანამშრომლობდნენ, ვინც ფილმში ინტერვიუერის სახით არიან წარმოდგენილები. ამ ადამიანთა ნაწილი, როგორც ჩანს, ახლაც არის უწყებებში. აი ცოტა გრძელად გამომივიდა, მაგრამ რა არის ის ფაქტორები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის დაღმასვლის ფაზაში მყოფი რეჟიმი და არა პირიქით ავტორიტარიზმის სრული წარმატებული ეფექტური კონსოლიდაციის ფაზაში. ხო, ანუ ერთი მხრივ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, ეს ამის მცდელობა აქვს რეჟიმს, ამის ნება აქვს რეჟიმს. ხო, ციკლებად თუ შევხედავთ ქართული ოცნების მმართველობას, ხო, პირველი წლები სრულიად განსხვავებული იყო, ეს იყო ღიად დეკლარირებული პროდასავლური პოლიტიკა, სადაც ქვეყანამ ეს ბევრი სიკეთე გაიფორმა, ხო, როგორც მინიმუმ ეს იყო შეთანხმება DCFTA, ეს იყო უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის მოპოვება, რომელსაც ამხელა საფრთხეს უქმნიან ახლა და შემდეგ ნელ-ნელა ეს კოზირები დახარჯა, ასე ვთქვათ, ივანიშვილმა, ბოლოს უკვე წავიდა ძალიან ღიად ანტიდასავლური რიტორიკა, ანტიდასავლური განწყობების წახალისება, რაც დაგვირგვინდა ჯერ რუსული კანონებით, შემდეგ 28 ნოემბრის კობახიძის მოღალატური განცხადებით და დღეს გვაქვს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები, ხო, ეს უბედური, ძალიან ტრაგიკული შემთხვევები თვითმკვლელობების, მცდელობების, მაგრამ ამავდროულად ის რაც ხდება მათ რიგებში, ეს ვითომ კორუფციასთან გამოცხადებული ბრძოლა, როდესაც
არა მხოლოდ მაღალჩინოსნები, არამედ მინისტრები, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, სუსის ყოფილი უფროსი, ყოფილი მთავარი პროკურორი, რომლებიც არიან უკვე ბრალდებულები, პროკურორს კიდევ სხვა ბრალდებაც აქვს, მაგრამ ეს ადამიანები, რომელზეც იდგა რეჟიმი, რომელიც იყო სახე, ხო, ერთგვარი ელჩი საზოგადოებაში, რომ აი ეს არის ჩვენი სახე, ხო? აი ეს მისი პირადი წარმატება არის ქვეყნის წარმატება, თურმე აღმოჩნდა, რომ რაღაცა გადაცდომები ჰქონია, მაგრამ ეს გადაცდომები გამოიხატება მრავალ მილიონიან რიცხვებში, ხო? ეს უკვე თუ გარკვეულწილად პოზიტიურ სიგნალად შეგვიძლია ჩავთვალოთ, არის ის, რომ აი ქართული ოცნების სასათბურე პირობებში მყოფი ადამიანები უკვე აღარ არიან კომფორტის ზონაში. მათ იციან, რომ მათ თავზე დამოკლეს მახვილი არის დაკიდებული, ნებისმიერ დროს შეიძლება ამოტრიალდეს სიტუაცია მათთვისვე, ან გასაქცევად გაუხდეს საქმე, ან საციხოთ, ну, ასე ხდება, ხო? აქ რეალურად მე იმას კი არ ვამბობ, ეს ადამიანები არ არიან კორუფციაში ჩაბმულები, ეს ქვეყანა იფლობა კორუფციის ჭაობში. თუმცა ის, რომ ქართული ოცნება თავადვე იწყებს ბრძოლას ვითომ კორუფციის წინააღმდეგ, ხო, ესეთი რაღაცა ისტორიული პარალელებიც რომ გავავლოთ ყოფილა საბჭოთა კავშირის დროს, ყოფილა ნაცისტურ გერმანიაში და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებშიც და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ნიშანდობლივი ამ რეჟიმისთვისაც. ძალიან საინტერესო ნიუანსები იყო თქვენს ნათქვამში. პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაქვს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ ვართ მართვის სადავეებთან, იმიტომ რომ მიიტაც საქართველოს ოცნებამ ძალაუფლება, თუმცა ჩვენ ვიცით ხო 2024 წლის არჩევნებზე როგორი იყო ქართველი ხალხის ნება, მაგრამ დღეს ფაქტობრივად ჩვენ გვიწევს ოპოზიციაში ყოფნა არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი პარტიისთვის, რომელიც 6 წელია რაც არსებობს, თავიდანვე პოლიტიკაში შემოსვლა არაორდინალურ პირობებში მოგვიწია და დღეს გვიწევს არა რაღაცა იდეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობა და ჩვენი რაღაც დარგობრივი პოლიტიკის მიტანა ამ მომრჩევლამდე, არამედ რაღაც ეგზისტენციური საკითხები დგას ამ ქვეყანაში, ხო? საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად თუ არა, რეალურად და შინაარსობრივად უტოლდება, ხო? ჩვენი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას აქვს ასეთი პრორუსული იზოლაციონისტური პოლიტიკა, ის დასავლეთი, რომელიც 3-10 წლეული ჩვენ გვეხმარებოდა, მათთან ყველანაირი ხიდი დაწვეს, ამერიკასთანაც, ევროკავშირთანაც. ხო, ბუნებრივია, ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს საზოგადოების და იმ რეალობის, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენი საზოგადოება არის ძალიან ეკლექტური, ძალიან განსხვავებული გემოვნების, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა არის ქართული ოცნების წინააღმდეგ და ჩვენი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ გავაძლიეროთ ეს წინააღმდეგობა კონკრეტული ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული რეჟიმის დასამარცხებლად. ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა, გულისხმობ ჩვენს პარტიას, ლელოს ძლიერ საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, მხოლოდ ასე შეიძლება რეჟიმის დამარცხება, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს. ოღონდ ერთიანობა, ახლა მე ყოველთვის ამას უსვამ ხოლმე ხას, თქვენ სცადეთ განმარტება, რომ არა ერთი პარტიაო, არამედ რაღაც ფორმატების სახით ერთიანობაო. ჩვენ სხვაგვარად გვესმის და არ გვინდა რომ საზოგადოებას რაღაც ცრუ წარმოდგენა შეექმნას, შემდეგ ცრუ მოლოდინი და რაღაცა მერე ნიშილიზმში გადაიზარდოს ეს ყოველივე. სტრატეგიულ საკითხებზე კონსულტაცია, სტრატეგიულ წინააღმდეგობაზე მუშაობა და ძალების გაერთიანება ეს არის მნიშვნელოვანი. თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს როგორ აღიქვამს ამას, ხო, ჩვენი საზოგადოება. 2024 წელსაც იყო ამაზე საუბარი, რომ აი ყველაფერი ოპოზიცია ერთი სუბიექტი ხომ არ უნდა იყოს. თუმცა ჩვენ რაღაც რამდენიმე სიმძიმის ცენტრი შევქმნით და ყველა ტიპის ოპოზიციონერ ამ მომრჩეველს მივეცით არჩევნის შესაძლებლობა. ახლა ბუნებრივია სხვა მოცემულობა გვაქვს უფრო მეტად და კონსტიტუციური ბრძოლის ფორმა არის, მათ შორის ქუჩის პროტესტი და ქუჩის პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის გაძლიერება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვესმის ქართულ ოცნებაში რა ვითარებაცაა. უკვე უფრო მეტმა ადამიანმა, ჩვენი საზოგადოების წევრებმა გააცნობიერეს, რომ რაღაცა დალპა დანიის სამეფოში, ხო, ჩვენ შეიძლება უფრო ადრე. დღეს უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ქართულ ოცნებაშიც არა აქვს საქმე კარგად. თუმცა ეს უნდა მოხდეს არა პოლიტიკური სპექტრის გულისხმობ პროდასავლურ ეროვნულ პარტიას
პარტიებს მათი რაღაცა ტიპის გაერთიანებით, არამედ საზოგადოების კონსოლიდაციით. კოლგები, ფორმატები, მით უმეტეს პარტიული რაღაცა შერწყმა, სტრუქტურულ ორგანიზაციული შერწყმა ჩვენ არ მიგვაჩნია რომ არის სწორი, იმიტომ რომ არც საარჩევნო ციკლში ვიმყოფებით ახლა, თუმცა ბრძოლის ამ ეტაპზე ამ მონაკვეთზე ის რომ ჩვენ რაღაცა თამაშის წესები გვქონდეს საზოგადოება არ დავაბნიოთ, თუმცა გვქონდეს ჩვენი ნიშა, მაგრამ არსებობს ისეთი ფუნდამენტური საკითხები და პირველ რიგში ეს არის რეჟიმის დასრულება, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველა პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ორი მეთოდი არსებობს ახლა ბრძოლის, ხო, ორი ბერკეტი აქვს საზოგადოებას, ეს არის მშვიდობიანი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა, პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს, ბუნებრივია, ეს არის საგარეო პარტნიორებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა, სადაც პარტიებს გვაქვს, ხო, ეს პასუხისმგებლობა, ხო, არა მხოლოდ, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი მოქალაქე რიგითი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე არ ესაუბრება, ხო, საერთაშორისო პარტიებს. მანდატი გაქვთ თქვენს. რა თქმა უნდა, და საზოგადოების მანდატი და ეს ლეგიტიმაცია არსად წასულა, ხო, არალეგიტიმური არის ქართული ოცნება, მაგრამ ის რაც ვერ გაგვიყალბეს 24 წლის არჩევნებზე ის ხმები, ხო, მილიონამდე ამომრჩეველმა რომ დააფიქსირა, ეს ხომ ძალიან კარგად გვესმის, როგორც მინიმუმ. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე რომ გითხრათ რომ ეხლა პოლიტიკური პარტიების რაღაცა მაგიდა არსებობს, სადაც ყველანი ერთად ვხედოთ, ეს საზოგადოებამ არ უნდა შეიქმნას ესეთი წარმოდგენა ამ ეტაპისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული საუბრები ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს, მაგრამ არსებობს თემები, ხო, რომელიც, რა ვიცი, მაგალითად ქიმიური მოწამვლის საქმე. ლელოდ საუბრობს ამაზე კოალიცია ცვლილებებისთვისაც, ნაციონალური მოძრაობა გირჩი, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა პარტია, ხო, აქ არც რაიმე კოორდინაცია ყოფილა, თუმცა არის ისეთი საკითხები, რაც საერთოდ მიღმა არის ყველანაირი პარტიული ინტერესის, არაბული ინვესტიციები, ხო, შეიძლება ლელო რაღაცაზე სხვაზე აკეთებდეს აქცენტს, სხვა პარტია კიდევ სხვა რამეზე და ასე შემდეგ, ხო, საგარეო კურსი. ეს არის ის ფუნდამენტური საკითხები, რის გამოც არის ქვეყანა ასეთ მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რაზეც ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ, აქ წინააღმდეგობა არ არის. ეს არის მათ შორის საზოგადოებასთან, საზოგადოების იმ ფენებამდე და იმ ჯგუფებამდე მისვლა, რომელიც სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ხო არის შეიძლება უფრო მეტად საპროტესტო საზოგადოება, უფრო მეტად გაბრაზებული საზოგადოება, მაგრამ არის ქართული ოცნებით უკმაყოფილო სხვა ტიპის საზოგადოება, რომელიც არ გამოდის, ან რაღაც მიზეზების გამო ვერ გამოდის ქუჩაში. ჩვენ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ჩვენი სეგმენტი არ უნდა დავკარგოთ. აი ამაში ვხედავთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გასაღებს, ხო, სამომავლოდ რეჟიმის დამარცხებისა, რომ ყველა პარტიამ შეუძლია სხვადასხვა ტიპის სეგმენტის საზოგადოებასთან საუბარი და ამ ადამიანების ძალისხმევის გაერთიანება არის მნიშვნელოვანი. სადაც საჭირო იქნება კონსულტაცია სტრატეგიაზე, კოორდინირებული მოქმედება, ამის თაობაზე ღიაობას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ.